მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღეს 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. თუ ახალციხის ქუჩაში გაივლიდით, დაინახავდით ლია კოპაძეს, რომელიც დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილებს ყიდდა. გვეუბნება, რომ 6 წელია, რაც ყვავილების გაყიდვა ოჯახის ბიზნესად აქციეს. დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ოფიციალური ცნობით დედის დღის დაარსება ამერიკელ ანა ჯარვის უკავშირდება, რომელმაც მე-20 საუკუნეში აქტიურად დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება, ხოლო პირველად 1910 წელს აღნიშნეს. ძალიან კარგია. კარგია ესე. მე 4 შვილი დედა ვარ. 10 შვილი მყავს და 4 შვილთაშვილი. ძალიან კარგად მახარებენ, სიამოვნებ. აი ბედნიერი დედა ვარ, თუ რამეს ქვია. 6 წელია უკვე ჩემ რძალს საკუთარი მაღაზია აქვს ყვავილებისა, ონლაინები. ვეხმარები რძალ და შვილი, მინდა გავახარო და რაღაც წვლილი შევიტანო. ყველა დედას მიულოცავ. მინდა სულ ჯანმრთელ და გახარებულები იყვნენ, ბედნიერი დედები იყვნენ. ვულოცავ ყველა დედას, ძალიან მიხარია და კარგი შეგრძნება. ვუსურვებ ყველა დედას, ჯანმრთელ და გახარებული დედა იყოს, იხაროს შვილების ბედნიერები. წალკაში კულტურის სახლის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება 2 სართულიანი ვიტრაჟული შენობის მშენებლობა, მუზეუმით, მუსიკალური სასწავლებლით, საცეკვაო დარბაზით და სტუდიით. ასევე გათვალისწინებულია 325 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზის მოწყობა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით თანხის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სამკერვალოს ენერგოეფექტურობის გაზრდა, ენერგოეფექტური სოციალური სივრცე, ხეხილის ბაღი, ველოსპორტის პოპულარიზაცია. ეს ის პროექტებია, რომელიც ხობსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში პროექტის მწვანე ჰორიზონტების ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ბიზნეს იდეების კონკურსში გაიმარჯვა, ქალაქ ფოთში მცხოვრები ნიკა ბართავაა. მისი იდეა ფოთის მუნიციპალიტეტში მწვანე და უსაფრთხო ურბანული გადაადგილების პოპულარიზაციის, ველოსიპედის სკოლის, კლუბის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ნახოთ ვიდეო. ურბანული ველო ლაბორატორია გულისხმობს ველო აქტივობებს, ველოტურებს, ველოშეჯიბრებს, ველო სწავლებას, ველოს სერვისს, რაც მიზნად ისახავს ველოსიპედის კულტურის პოპულარიზაციას ფოთში. Გამოდინიმე თვის წინ მეგობარმა გამაცნო ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურად გავეცანი არასამთავრობო ორგანიზაცია ლოიარტეს გვერდზე. ცხადია, მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა. ამ პროექტის ფარგლებში ჩაგვიტარდა ტრენინგები ელექტროეფექტიანობაზე, განვითარებაზე, მწვანე გადაწყვეტილებებზე და ასე შემდეგ. ხოლო ტრენინგების შემდეგ პროექტის მონაწილეებმა წარუადგინეს საკუთარი მწვანე იდეები. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ჩვენი იდეის მხარდაჭერა, 2000 ლარის ოდენობით ინვენტარების შეძენა, კერძოდ უსაფრთხოების ჩამხუტების, ველოსიპედის, უსაფრთხოების ჟილეტების, ხელსაწყოების და ასე შემდეგ. ცხადია, ამან მოგცა мотивация და დღეს უფრო თავდაჯერებულები ვართ ამ იდეის განხორციელებაში.
ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.